წინა არჩევნებზე 2024 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხი მოატყუეს. ხმა მიაცემინეს ისეთ პარტიებზე და ისეთ პოლიტიკოსებზე, რომელსაც არ უნდათ არც პარტიულობა და არც პოლიტიკოსობა. საერთოდ არც კი ფიქრობდნენ პარლამენტში შესვლაზე. ხმა არ დაიკარგოსო, იყვირეს, 4 პარტიამ გადალახა ბარიერი და ამ 4 პარტიიდან ფაქტობრივად არც ერთი არ შევიდა პარლამენტში. გახარია რომ შევიდა ის ხალხი, ვინ შევიდა, ისინი არ არიან პარლამენტის წევრები, ეგრე ხალხს არ აურჩევია. სხვა ხალხი იყო არჩეული. ვინც აირჩიეს, ის არ შევიდა. არავინ არ გამოსულა ჯერ. და არავის არ უთქვამს რომ შეგვეშალაო. ბოდიში ხალხო ამას აღარ გავიმეორებთო. მეორეჯერ თუ ხვალს მოგცემთ შევალთ პარლამენტშიო. ყოველთვის ხალხის მოტყუება სულ არის რთული. ხა ვერ ვიტყვი რომ შეუძლებელია ისე პროფესიონალურად ატყუებენ საცოდავ ქართველ ხალხს, მაგრამ ყოველთვის იმედი მაქვს რომ ვერ მოატყუებენ. ამიტომ ავტომატურად გამოდის რომ აი 4 პოლიტიკური პარტია უბრალოდ გაქრა. წინა არჩევნებში გამარჯვებული 4 ოპოზიციური პარტია გაქრა. ჩვენ მართალია წინა არჩევნებზე გამარჯვებულები არ ყოფილვართ, მაგრამ მინიმუმ არ გამკრალვართ. და ერთადერთები ვართ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს თუ შევხედავთ, რომელსაც არ შეუცვლია თავისი ჩვენებები. ამბობს რომ აი ეს იყო ხალხო გასაკეთებელი. ხო გეუბნებოდით. და ერთადერთი პარტია ვართ, ვისაც ამის მორალური უფლება აქვს. მე მესმის რომ პოლიტიკოსისგან გამოიყურება ცუდად. ამ არჩევნებს ეს არ მოწონთ. ხალხს მოწონს ის რომ ეუბნები რომ შენ სულ მართალი ხარ. ადრე მე რო გეუბნებოდი რო არ დაიჯერე, მე ჩემი ბრალი იყო, თორე შენ მართალი ხარ. ეს უნდა ხალხს მოისმინოს, მაგრამ მე ამისთვის არ გამოვდგები. მე პირდაპირ და ღიად ვამბობ, ხო გეუბნებოდით. აი ხო გეუბნებოდით რომ თუ არასწორ არჩევანს გააკეთებდით, ეს მოხდებოდა. ამას ვეუბნებოდი ნარკოპოლიტიკით დაზარალებულ ხალხს. იცით რამდენი მესიჯი მაქვს სხვადასხვა სოციალებში, მიშველე, მართვის მოწმობა ჩამომართვეს, მიჭერენ, სასამართლოში ვარ დაბარებული, პოლიცია დამადგა. ხვდები რომ აი ამ ხალხს, რომელიც ამას წერს, ჩემთვის ხმა რომ მოეცა, ეს ამბავი საერთოდ არ მოხდებოდა. იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ეცოდინებოდა, მე რომ მეტი ხმები ამეღო, აი ხო ავიღე 3%, რო ამიღოთ 13. ქართულ ოცნება ხომ მიხვდებოდა რომ ნარკოპოლიტიკასთან ასეთი მკაცრი მიდგომით ბრძოლა არ შეიძლება. ამორჩეველს კარგავს, აი გირჩთან მიდის ამორჩეველი. ხო დაინახავთ ამას. ხალხმა პირიქით თქვა რომ ქართულ ოცნებამ ჩვენო კიდევ უფრო მაგრა დაგიჭერთო, კიდევ უფრო მეტად ეს ყველაფერი ხო დაპირდნენ წინას არჩევნოთ ხალხს. ნარკოპოლიტიკასთან ბრძოლა ყველაფერი დაპირდნენ. ხმები მიიღეს. ხო და ახლა დაერივნენ. ოპოზიციამ, რომელიც ხმას პირდებოდა, თქვენს ფაგიურად ვიბრძოლებთ არჩევნებში, ხმა არ დაიკარგოსო, ყველა ხმა დაკარგა. ქართულმა ოცნებამ ჩვენ თქვენზე ვიზრუნებთო ხალხო, ჯამთელი უნდა იყოთო, რაღაცა უნდა იყოთო და ამ ზრუნვის ფარგლებში სულ თქვა შეუკრა მოსახლეობას თავისი სხვადასხვა რეგულირებებით, ჯარიმებით, ხალხის ციხეში ჩაჯდომით. საბოლოო ჯამში ყველაფერი გაზდით. და ჩვენ ცხოვრობთ, ქართველი ხალხი ცხოვრობთ ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ ჩვენთან პოლიტიკოსებს გაზდით ტყუილი.